ყოფილი პატიმრების რეაბილიტაცია, რესოციალიზაციის პროგრამა გრძელდება. დღეს გვქონდა ჩვენ შეხვედრა ყველაზე წარმატებულ ყოფილ პატიმრებთან, რომლებმაც ისწავლეს, იმიტომ რომ გვენდნენ, იმიტომ რომ ენდნენ საკუთარ შესაძლებლობებს და თავს, ისწავლეს როგორ უნდა დაუბრუნდნენ იმ ჩაკეტილი გარემოდან, ცუდი გარემოდან ფსიქოლოგიურად, რომელსაც ციხე ჰქვია საზოგადოებას და ჩვენ გავწიეთ მართლაც ახსნა განმარტებითი დიდი სამუშაო დანაშაულის პრევენციის ცენტრში, იმისათვის რომ საზოგადოება მიცოდეს რეაბილიტირებული ყოფილი პატიმარი პირველ რიგში საზოგადოებისთვის არის კარგი, რადგან ერთის მხრივ უზრუნველყოფილია ის, რომ პატიმარმა აღარასოდეს აღარ გაიხედოს ციხისკენ და საზოგადოება იყოს დანაშაულისგან დაცული. ძალიან დიდი მადლობა ეკუთვნის დანაშაულის პრევენციის ცენტრის თითოეულ სოციალურ მუშაკს, რომელიც ყოფილ პატიმრებთან ბევრ დროს ატარებს, თავად ამ ადამიანებს, ყოფილ მსჯავრდებულებს ეკუთვნით დიდი მადლობა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც ეს ადამიანები დაასაქმა და რაც თორია ენდო მათ და მათ ეს იმედი უკვე გაამართლეს. დასამალი არ არის ყოფილი პატიმრისადმი გარკვეული შიში არსებობს საზოგადოებაში. კონთან ესწავლეთ როგორ ამეროს სახელმწიფო პოლიტიკა ყოფილი პატიმრის იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით საჯარო რეესტრში დასაქმდა 10-მდე ყოფილი მსჯავრდებული 2 თვის წინ. პროექტი მიზნად ისახავს რესოციალიზაციას და რეაბილიტაციას ყოფილი მსჯავრდებულების და პრობაციონერების, ასევე მიზანი არის პროექტის ამ ხალხის რეინტეგრაცია საზოგადოებაში. ისინი ახორციელებენ საარქივო მასალების ელექტრონიზაციას და აკეთებენ საჯარო რეესტრისთვის ძალიან მნიშვნელოვან საქმეს. მთავარი ამოცანა არის დავიცვათ ეს ხალხი განმეორებით დანაშაულისაგან და საზოგადოებიდან. წელიწადია რაც გამოვედი გავთავისუფლდით და 1 წლის განმავლობაში ვეძებდით და ნასამართლობა რო გქონდა და პრობლემები ვერ პოულობდი სამსახურს. დაგვასაქმეს სოციალურ მუშაკებმა. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ქალბატონ თია წულუკიანს, ბატონ პაპუნა უგრახელიძეს იმისათვის რომ მოგცეს შანსი ხელახლა დაწყებაც დავიწყოთ ცხოვრება.